მყავს ორი შვილი, ვარ მარტოხელა დედა. ეს უმცროსი ბავშვი კობა სვანიძე 10 წლის არის, ბავშვთა ცერებრალური დამბლით, მძიმე ფორმით. სპასტიური კვადრიპლეგია აქვს. ორჯერ ჩაუტარდა ოპერაცია ორთოპედული, ერთი რუსეთში ჩაუტარდა, ერთიც 2 წლის წინ ქვედა კიდურებზე ჩაუტარდა ორთოპედული ოპერაცია. მაგრამ შედეგი ვერ ვნახე იმ მხრივ, რომ ფეხები ცოტა გაშალა, მაგრამ დაჯდომით ვერ ჯდება, ვერ მეტყველებს, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. არც ლაპარაკი შეუძლია, არც დაჯდომა სიარულზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ვარ გაუსაძლის პირობებში, უბინაოდ, ცხოვრობ ქირით, გამგეობა მიხდის ქირას, უკვე 2 წელიწადია. და ამ ბავშვის საშველი ხო არანაირი არ არის საერთოდ და გთხოვთ, რომ თუ რაიმე გზა გამოჩნდეს იმისი, რომ ამ ბავშვის საშველი გამოჩნდეს რამენაირი, გთხოვთ, რომ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმაროთ ამ ბავშვს, რომ დაძლიოს ეს თავის ავადმყოფობა და ცოტათი შეუმსუბუქდეს მდგომარეობა.